მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ესეთ ფორმატში მინდა გავაკეთოთ თქვენთვის გაშლა და ვნახოთ ახლა ასეთი თემა თქვენთან მოდის მნიშვნელოვანი შეტყობინება. ანუ თქვენთან მოდის, ანუ ვნახოთ მაღალი ძალებისგან, ხო, სამყაროდან მოდის მნიშვნელოვანი რაღაც შეტყობინება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ. აი ესეთი თემა მომივიდა დღეს. და მე ვფიქრობ, რომ აი ასე გავაკეთე პირველი შეტყობინება, ანუ ეს მნიშვნელოვანი როგორც კი ძალიან მნიშვნელოვანი, ნახოთ აბა. მნიშვნელოვანი შეტყობინება. აჰა. აქ რა შემიძლია გითხრათ, ჩემო სიხარულებო? კი ბატონო. ნუ პირველ რიგში აქ არის როგორი სიტუაცია. თქვენ გქონდათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ პერიოდში თქვენ უნდა აი აქ ნახეთ ცოტა ღრმად ხა არ მინდა რომ წამიყვანოთ ხა თქვენ ვისაც გაინტერესებდა გიყვარდა ღრმა გაშლები YouTube-ზე გადმოდეთ ჩემთან. მაგრამ აქ ნახეთ ახლა მოკლედ შევეცდები აგიხსნათ რა სიტუაცია. შეიძლება დრო იყო რაღაცა მოცემული თქვენთვის, რომ ჩვენ როცა ვცხოვრობ დედამიწაზე, ჩვენ გვაქვს ახლა მატერიალური თქვა ცხოვრება და არის სულიერი, ხო? ანუ ყველაზე კარგი ვარიანტი არის ადამიანის ცხოვრებისთვის, როცა მაგ ორივეს აერთიანებს ადამიანი, რა, როცა ხვდება, რომ არა მხოლოდ მიწიერ დონეზე, თქვა მატერიალურობა არსებობს, კიდევაც არსებობენ ძალები, არსებობენ რაღაცა კარმები, არსებობენ თქვა კიდე რაღაცა მომენტები, თუნდაც ახლა ღმერთიც ვაფშეტა არსებობს რა და უნდა დაუჯერო და მაღალი ძალები როგორც გინდა ისე დაარქვით რა. მაგრამ აი აქ მოხდა გაერთიანება, ადამიანმა რაღაცა გავიდა, გაიარა. შეიძლება ადამიანი იყო ისეთ ენერგიაში, როცა დაუშვათ ახლა ნუ აი ზუსტად ეს სჭირდებოდა პერიოდი მანდისთვის რა, არ გქონდა გახსნილი, ახლა გაიხსნა ადამიანში აი ეს გაგება. გაიგეთ, რომ შეიძლება ეს გეხება თქვენ, შეიძლება თქვენ გოგოებო პარტნიორს ეხება, რომ აქ ადამიანმა კაი ხანი იყო და იმაში რა აქ მაღალი ძალები ძალიან მაგრად მაგაზე მუშაობდნენ, რომ ეს გაეხსნათ, ეს გაგება. გაიგეთ, რომ ადამიანი არ ყოფილიყო ჩაკეტილი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სიტუაციაში რა, რომ მარტო მატერიალური სხვა რაღაცაც არსებობს რა. კიდე შეიძლება აქ კიდე როგორი გზავნილი იყოს, თუ თქვენ დაუშვოთ ახლა ეძებდით სამსახურს, ახლა ცოტა დაბლა ჩამოვდივარ, ხო? ვიბრაციებში. თუ დაუშვოთ თქვენ ბანალურად ეძებდით სამსახურს, ხო, დაუშვოთ, აი პირველი მოდის ენერგია ეგეთი და მაგრამ არ იღებდით თქვა იმანას ღაურებას, რაც ნუ ვერ პოულობდით, ხო? აი გინდოდათ ეს სამსახურის, მზად ვარ ვიმუშაო, მაგრამ არ მქონდა. ეხლა გეძლევათ საშუალება და თქვენ აქ სამსახურს ნახავთ, ან ძალიან კარგს. კიდე შეიძლება თქვენთვის ვიღაცას უნდა მოეცეთ თქვენთვის რამე, თქვა, ნუ აქ даже ვალს კი ვერ ვხედავ, აქ უფრო იყო მომენტი როგორი იცით, შეიძლება ხელფასი უნდა მოეცათ ვიღაცას თქვენთვის, მაგრამ თქვა თქვენი უფროსი არ გაძლევდეთ მოგცემს აუცილებლად თქვენ ამ ხელფასს, ხო? კიდე აქ ამ გზავნილში რა შეიძლება ამოვიღოთ ჩვენ, თუ დაუშვათ, ნუ ურთიერთობაზე რა გითხრათ? არა, აქ უბრალოდ რაღაცა პერიოდი ქონდა даже აი მამაკაც, თუნდაც თქვენს მამაკაც თუ არ გამოდა კავშირზე, არ გამოდიოდა კავშირზე, იცოდეთ რომ აქ ადამიანმა რაღაცა ნუ იყო ჩაკეტილი, თქვათ, ნუ ასე ვიძახე რა, რო თქვათ ჩაკეტეს ეს ადამიანი იმისათვის, რომ რაღაცები დაემუშავა და ეხლა ეძლევა შანსი, ანუ გუნდა გამოჩნდეს წესით, კი, აი აგერ არის ხმალების მეფე, კი ბატონო, რომელიც აქ თვით საგვარეულო მაგაზე ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა რა, ანუ შეიძლება ადამიანი მოხდა აქ ბუმერანგში, თქვენი საყვარელია ეს თემები ბუმერანგზე, რომელიც თქვენ ის რა ქვია გამოყავთ ეხლა უკვე, всё, ეთყობა დაამუშავა კარგად რა ეს სიტუაციები და კი ბატონო, ეხლა აძლევენ საშუალებას, რომ უკვე ადამიანი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. აი ეს პირველი გზავნილი, მოდით კიდე ერთი გზავნილი ვნახოთ. კიდე ვნახოთ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის. კიდე რა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება თქვენთვის. აბა ვნახოთ ახლა ერთიც კიდე. ნუ აქაც ახლა ნახეთ, პრინციპში შეიძლება აი გეუბნებით, აქ რაღაც ძალიან სასიამოვნო პერიოდი იქნება.
რაღაცა ძალიან გაგეხარდებათ, შეიძლება, ნახეთ, აქ თქვენი გამოსვლა არის ტრანსფორმაციიდან უეჭველი, ვიღაცას ქონდა, რას ნიშნავს ტრანსფორმაცია, რაღაცა გავიაზრე, ვიყავი სიტუაციაში, რომელიც ვიცოდი, რომ უნდა შეცვლილიყო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო, თქვათ, ეხლა ჩემი ცხოვრება ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, თქვათ, ხო? მივხვდი, რომ არა და ანუ მინდა არის სიტუაცია, როცა თქვათ, უნდა შევცვალო უკეთესობისკენ. კიდე თუ ორსულად იყო ვიღაცა ამ კვირაში, შეიძლება თქვა ამ კვირაში რატომ მომივიდა არ ვიცი. ალბათ პროგნოზი რო ჩავწერე ახლა YouTube-ისთვის, ახლა მომდევნო კვირისთვის, ყოველ შემთხვევაში აი მალე, ძალიან მალე აქ ვიღაცა გააჩენს ბავშვს, ხო? და ძალიან გაგეხარდებათ ვიღაცა, შეიძლება ბავშვი სამი ბავშვი ეყოლება ერთად რა. სამი ტყუპი. კიდე აქ არის პერიოდი, რაღაცა რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში დამთავრდა და იქნება აქ ძალიან სასიამოვნო პერიოდი. კიდე ვიღაცა შეიძლება დაბადების დღე გქონდეს ბანალურად რა ამ კვირაში, რომ თქვა დამთავრდა რაღაცა პერიოდი, თქვენ მეგობრებთან ძალიან კარგად გადაიხდით, თქვა ამ დაბადების დღეს. აი ძალიან სასიამოვნები იქნებით, ძალიან ბედნიერი იქნებით, აი თითქოს თქვენი სურვილი სასრულებაც იქნება. და ნამდვილად კი. კი, აქ რაღაც ეგეთი ენერგია მოდის, რომ ნამდვილად შეიძლება ისეთ კაი საჩუქრებსაც მიიღებთ რა. კიდე არის როგორი სიტუაცია, იცით, ვიღაცას დაუბრუნდება საყვარელი ადამიანი, დაუმთავრდება, თქვა, შეიძლება სადღაც სხვაგან ყოფნის, თქვა, საზღვარგარეთ დაუშვათ, იყო ადამიანი, დაგიბრუნდებათ რა, იმიტომ რომ დასრულდა იქ რაღაცა, მისი იქ სადღაც ყოფნა. თუ შორს იყო უბრალოდ, ხო? ნამდვილად აქ დაჟე შეიძლება ადამიანი თქვენ ცხოვრებაში მოვენთ, რომ იქ იჯდა ტრანსფორმაციაში, გაიაზრა ყველაფერი, რაც კი იყო და დაჟე ვიღაცას ბოდიშს მოუხდის, ან საჩუქრით მოვა თქვენთან და იტყვის, რომ მართალი იყავი შენ. აი ეგეთი, კი, მართალი იყავი, რასაც მეუბნებოდი, მე მართალს, აი კი შეიძლება არ მივიღე ისე, როგორც უნდა მიმეღო, თქვათ, ხო? ესე მაგას შენი რჩევები და რაღაცა, მაგრამ მართალი იყავი შენ და ნამდვილად ანუ რასაც მეუბნებოდი, მე მაგას სიამოვნებით ვიღებ. კი, აი ეგეთი კიდე დაელოდეთ, რომ აქ შეიძლება სიტუაცია, რომელიც იყო, არ ვითარდებოდა კონფლიქტების გამო, აქ ეს სიტუაცია დასტაბილურდება, იმიტომ რომ აქ უკვე ნამდვილად, შეიძლება ისეთ პერიოდში გადახვალთ, რაღაცა პერიოდი რთული დარჩა. всё, იქიც ხო? და გადადეხარ ახალ ეტაპზე. და ანუ თვით სამყარო თქვენ გეუბნებათ, რომ უკვე შენ გაკვეთილები თქვენ დაასრულეთ და ამიტომ უკვე თქვენი საგვარეულოც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ისე უნდა იყო თქვენ ერთად, ამიტომ შეიძლება აქ ან გზავნილის მიიღებთ საყვარელი ადამიანისგან, ან რაღაცა ძალიან სასიამოვნო სიტუაცია, აქ სურვილი სასრულებაც გექნებათ ნამდვილად. აი ჩქარობს რაღაცა და გისურვებთ თქვენ დიდ ბედნიერებას, რა თქმა უნდა.